ნესვის საზამთრო ვაშლატემა და პროდუქტები, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ. არასამთავრობო ორგანიზაცია ეტიკი კვლევის საგანგაშო შედეგებს აქვეყნებს. კახეთში, შიდა ქართლსა და თბილისში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად პროდუქტში ნიტრატების რაოდენობა დასაშვებს 3-ჯერ აღემატება. აღნიშნულ კვლევას სეჩქვეშ აყენებს სურსათის ეროვნული სააგენტო. აინტო თეთელებს ნიშნავს, რომ ამას სახიფათო ნორმაზე ძალიან მეტი არის სახიფათო. ნიტრატომ ზომით ამირან შენგელიამ თბილისი, კახეთი და შიდა ქართლი შემოიარა. ამბობს, რომ სპეციალური მოწყობილობით საზამთროში, ნესვსა და ატამში დასაშვებზე 3-ჯერ მეტი ნიტრატი აღმოაჩინა. ნიმუშის აღება თბილისის ერთ-ერთ საკოლმეურნეო ბაზარში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ქრონიკის კამერასთან ერთად ვთხოვეთ. შედეგი არასახარბიელო აღმოჩნდა. აინტო თეთელი ნორმა ამისი არის 90 მიკროკილოგრამზე და არის 229. რამდენჯერ საშიშია დასაშვებ ნორმაზე? 2-ჯერ, 2.5-ჯერ. არასამთავრობო ორგანიზაცია ეტიკის წარმომადგენელი საუბრობს იმ სახიფათო შედეგებზე, რომელსაც ნიტრატებით გაჯერებული პროდუქტების ხშირი მიღება იწვევს. ინტოქსიკაცია, კუჭნაწლავისა და თირკმელის დაავადებები. კუჭნაწლავის დაავადებას იწვევს, თირკმელების დაავადებას იწვევს. თუ ვიღაცა თირკმელში კენჭოვანი დაავადებები აქვს შეგულოს, იმისი მით უფრო საშიშია. მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც, სადაც განმარტავენ, რომ განსაკუთრებით ზაფხულში მომხმარებელმა პროდუქცია ყურადღებით უნდა შეარჩიოს და ქუჩაში ნაყიდ პროდუქტს მოერიდოს, ასევე დააკვირდეს ვარგისიანობის ვადებს. რეკომენდებულია, რომ ადამიანებმა მოიხმარონ მხოლოდ სანდო პროდუქტი, ანუ ის პროდუქტი, რომელსაც აქვს მარკირება თავისი ვარგისიანობის ვადის შესახებ, იმის შესახებ, რომ პროდუქტი სანდოა და კეთილსაიმედო პირობებში იყო შენახული, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაუკავშირდეს ეს შემდგომ, ასე ვთქვათ, არაჯანსაღ მდგომარეობას, რაც არავისთვის არ არის სახარბიელო ამ ზაფხულში. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. გიორგი იაკობაშვილი ამბობს, რომ მსგავსი აპარატებით პროდუქციის შემოწმებისას ცდომინება დიდია. სააგენტოსთვის სანდო მათ მიერ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების შედეგებია. 2017 წელს დაახლოებით გამოიკვლიეთ 112 ნიმუში, საიდანაც დარღვევა არსად არ ფიქსირდება. 2014 წელიდან 2016 წლამდე გამოკვლეული იქნა სურსათში 206 ნიმუში და წყალში გამოკვლეული იყო დაახლოებით 453 ნიმუში, სადაც ასევე დარღვევები არ ფიქსირდება. კვლევის შედეგების აღსჯერად კახელ გლეხებსაც ამბობენ, რომ პროდუქციის მოყვანისას ნიტრატებს ნორმირებულად სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით იყენებენ. შენ რო 2 წამალი დალიო ერთის მაგივრად ხო გაწყენს? მე გიჟი ვარ, ერთ წამალში ვაძლევ სიტყვაზე 50 და 100 ლარს და 2 შევიტანო ერთის მაგივრად. ის ხომ მცენარესთვისაც ეს არის საზიანოა რა. რასაც აგროსფერო გვეუბნებიან და ინფორმაციას გვატია, რომ დაშვებული დოზით და ზომით და წონით მიეცით, ეს ვაძლევთ იმას. ნიტრატი ნიადაგში საგაზაფხულო ან საშემოდგომო სამუშაოებისას ეგრეთ წოდებული სასუქის სახით ხვდება. მისი ჭარბი რაოდენობით შეტანა კი პროდუქციის რაოდენობას ზრდის. ნიტრატებს წინ ეგრეთ წოდებული სუნელების სკანდალი უძღოდა. რამდენიმე კვირის წინ საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ამერიკელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევებით ქართულ სანელებლებში ტყვის შემცველობა დასაშვებზე გაცილებით მეტი აღმოჩნდა.